გამარჯობა თქვენ უყურებთ აჭარა თაიმსის პირდაპირ ეთერს. ამჯერად გიერთდებით ბათუმიდან, კერძოდ ვიმყოფებით ადლიის დასახლებაში, სადაც დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, თუმცა როგორც თქვენ კადრში ხედავთ, ამ დროისთვის სამუშაოები არის მიტოვებული და ვითარება აქ არის ასეთი. თქვენ კადრში ხედავთ, რომ ათხრილი არის ერთი შემოსასვლელი ამ დასახლების. მე გიჩვენებთ კადრში თუ რა მდგომარეობაში არის ეს დასახლება, მიუხედავად იმისა, რომ აქ სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყო და დღეისათვის არის მზიანი ამინდი, აქ ამ დროისთვის არ იმყოფებიან ხელოსნები, იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ატარებენ სამუშაოებს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აქ სამუშაოები მიმდინარეობს უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე და ეს კარგად ჩანს ამ კადრებში, როგორც ხედავთ, საკანალიზაციო და მათ შორის სანიაღურე სისტემები არის ღია მდგომარეობაში და აქ ადგილობრივებმა უსაფრთხოების დაცვა გადაწყვიტეს საკუთარი ძალებით და თქვენ კადრში ხედავთ თუ რა მდგომარეობაში არის არხები, ღია მდგომარეობაში და დაცული არის ამ ფორმით, იმიტომ რომ აქ დასახლებაში ცხოვრობენ მცირეწლოვნები და მათ უწევთ ამ ეზოებში, ასე ვთქვათ, თამაში და ამიტომ ადგილობრივებმა მაშინ როცა კომპანია არიცავს აქ უსაფრთხოების ზომებს, გადაწყვეტეს რომ უსაფრთხოება საკუთარი ძალებით დაიცვან და ეს ღია არხები, ასე ვთქვათ, რაღაც ნიშნულებით, ასე ვთქვათ, ხის ბოძებით, თოკებით გამოყონ, რადგან ბავშვები არ ჩაცვიდნენ შიგნით და არ დაიზიანონ სხეულის სხვადასხვა ნაწილი. გარდა ამისა, მცირეწლოვნების გარდა შესაძლოა ამ დასახლებაში ღამით ვინმე გადაადგილდებოდეს, ვინც არ ცხოვრობს აქ და ამ უბნის სპეციფიკა არ იცოდეს, ამიტომ ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით კიდევ დამატებით რისკებს ქმნის. სამუშაოები როცა მიატოვეს, აქ ადგილობრივებს არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ არ მუშაობენ ხელოსნები, მიუხედავად იმისა, რომ დღესაც კარგი ამინდი არის ამ დასახლებაში, ამიტომ აქ მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, რომ მედია საშუალებებს მიმართონ, კონკრეტულად ამ შემთხვევაში აჭარა თაიმს და ჩვენი მეშვეობით გაარკვიონ, თუ რა ხდება, რატომ არ მიმდინარეობს სამუშაოები, რატომ გაჭიანურდა ეს პროცესი და ასევე ისინი ითხოვენ ცხადია უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიმართულებით, რა ზომები შეიძლება გატარდეს. მოკლედ ასეთი არის ვითარება ახლა ადლიის ქუჩაზე და ადლიის დასახლებაში და უფრო მეც ცხადია გვეტყვის აქ მცხოვრები ერთ-ერთი პირი, რომელიც დარდობს ამ უსაფრთხოების შესახებ, ასევე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გაჭიანურების მიმართულებით. მოგესალმებით ბატონო, პირდაპირ ეთერშია. მოდით გითხარით, როდის დაიწყო სამუშაოები, რატომ მიატოვეს თქვენი აზრით და რა მდგომარეობა? ეს სამუშაოები დაიწყეს 19 მარტს. ჩვენ არ გვინდოდა ამის იგი რა ქვია, რომ დაეწყენ აქან და მიანგრიეს, მოანგრიეს, მილეწეს, მოლეწეს და მოწილდნენ ახავრობას. მეტი არაფერი. აგერ ეს ჩასვეს ეს ბეტონის იგინი რა ქვია, ორმოები, მილები ჩასვეს, იგი ხუფები ზევიდან სახურავები რო არის. არა გვაქვს, ერთი ცალი აგერ დააყენეს და ერთი იქანა იგით გატყდა. ისეთი გაკეთებული იყო. ხო და მას მერე აღარ გამოჩენილან. ამინდები იყო მართლა, კი, ხელი შეუშალა ამინდებმა. სხვაგან წავიდნენ და სხვაგან თხრიან იქანე. უფრო გააფართოვეს იგი რა ქვია, არიელი. ხო და აქ როდის დაიწყებენ არ ვიცი, იმიტომ რომ ჩვენ აქ ვინმე პარლამენტარი რომ ცხოვრობდეს, ორ დღეში გააკეთებდნენ ყველაფერს. აიგე. აქ ჩვეულებრივი მოქალაქეები ვარ, ცხოვრები, მშვიდობიანი, მეტი არაფერი. ხო და ხედავთ აგერ რა ხდება. სასწრაფო ვერ ჩამოდის. ოჯახში მომაკვდავი იგი მყავს რა ქვია. ძიმევატყოფი. მეორეც იგი რა ქვია, მე უკვე 82 წელი იმაში ვარ რა ქვია, ასაკისა, 82-ისა. ხოდემ მე რაღაცას ვეჩაჩუნები კიდე ნახანე ეზოში. დღეს აგერ ახანე გავასწორე, იგერ ამოუსილია ის ორმო, იმას ერთი დღე უნდა რომ ორმა კაცმა ამოიყოს, ამოწმინდოს. იქეთ მეორეა, ტრაქტორმა მიაწვა და ამ ჩიხში დიდი ტრაქტორის სამუშაო ახანე არ არის. ტექნიკა არ ყავენ. პატარა იგინია რა ქვია, ტრაქტორები
რა ქვია იმას ბულდოზერით არ ვიცი რომ დაამუშავოს კოხტად მიაწვა მოაწვა აგერა იტრობა გახეთკენ და ჯერ კიდევ არ ვიცი როდის გაკეთდება ხო თქვენ ერთხელ დაგილეგეთ ქალაქგარეთ იყავით ანუ უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული ნორმები არაა დაცული აბსოლუტურად ხო და რომ მოხდება მე იყირებენ რომ მე რა სიტყვიან არ ვიცი ხომ მოხდა რამდენჯერმე მეჯენის წყალზე იყო თუ სად იყო არ ვიცი რომ ბავშვი ჩავარდაო ან ძროხა ჩავარდება ან ტრალი გამოივლის ჩავარდება ხომ არის ასეთი რამე იმას უწევთ რომ რაღაცა მოხდეს მეტი რა ვთქვა ახლა ანუ ეს ღია მდგომარეობაში არხები როცა დატოვეთ თქვენ გაამაგრეთ თუ სხვებმა გაამაგრეს რა გავამაგრე ახლა ახანა იყო რა ქვია მე მანქანამ გამოიარა ჩემი რა ქვია ფანჯრის იგინი ჩარჩოები დავაგდე გადიარა დაამტრია ხო იგერ ჩაცვენილი არის ხო და კიდევ რაღაცაები ნიშნები დავაყენე რომ დაინახოს ბოლო და აუაროს გვერდი ანუ ამ დასახლებებში ალბათ ბავშვებიც არიან და საფრთხილოა მათთვის ახლა მე ორი გიმყავს რა ქვია პატარა ბავშვები პირველში დადის ბაღში დადის და გარეთ არ უშვებს ვერ უშვებს კამარზე მყავს გაბობმული რომ აქ რამე არ მოხდეს ბავშვებას გამოიკიდება ფეხს წამოიკრავს და ჰოპა კლუბს გააკეთებს იქანე ხო და ვაიმე რა მოხდა და მე დაიწყება რა ქვია გამიშვი დამაკავე ანუ დღეს არის საკმაოდ კარგი ამინდი გუშინაც არც თუ ისე ცუდი ამინდი იყო თქვენი აზრით რატომ არის სამუშაოები მიტოვებული ვერ გეტყვით ეხლა დამთხევა არის რომ თქვენ მოსვლასთან დაკავშირებით ვითომ იცოდენ რა ასე გამოდის დამთხევა რომ თანამშრომლები რომლებიც ამაზე მუშაობენ მოვიდნენ ახანე რა 10 წუთი ისდენ ვილაპარაკეთ და ხო გავაკეთებთ მაგრამ არც წინა მხარე არც უკანა მხარე როდის გავაკეთებთ არაა ნათქვამი და როდის დავიწყებთ ასე დამთავრდა და წავიდნენ თქვენთან ერთად იყო იგი დაგელაპარაკე რომ თანამშრომლები ვარცო ანუ როცა გაიგეს რომ მედია აპირებდა ამ პრობლემის გაშუქებას ისინი მოვიდნენ აქა და მოლაპარაკებას სცადეს არა მათ საერთოდ არაფერი არ იცოდნენ ესე შემთხვევით მოვიდნენ ახლა და დამთხევა დაემთხვა რომ თქვენი მოსვლა და მათი შემოსვლა დაემთხვა ერთმანეთს ხო და დაგელაპარაკენ რომ დავიწყებთ ახლა გავაკეთებთ მეტი არაფერი შეწყდა ლაპარაკი აღარ უთქმია თქვენი აზრით ასეთ პატარა მონაკვეთს ამდენ დიდი დრო ჭირდება ერთი თვეზე მეტი გავიდა რაც ეს გადათხრილი არის ეს მონაკვეთი ისი ახლა ამას მასშტაბურად დაიწყენ მარტო აქ თურმე აგერ ქვევით არის კიდევ იქეთ მეჯინის წყალზე აგერ აქედან გზადის რა ქვია ჰარებორდის ტრასას კვეთავს იქანე ასფალტი დააგეს ახლა არ ვიცი ხო და ეს მეორე მესამე ხარისხოვანაც არის და ჩიხია აგერ და როცხა მოიცლიან და გააკეთებენ როცხა თუ დაინტერესებულა აქ მცხოვრებლების საჭიროებებით ანუ პრობლემებით უბნის მაჟორიტარი დეპუტატი მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი თუ მოსულა აქ თქვენთან აზე არა ვარ ვინა დეპუტატი ან მუნიციპალიტეტია თუ რაღაცა ოხრობა არ ვიცი იგი არავინ არ მოსულა საერთოდ იგი ერთმა ხო რა თქვა კარგი ტიპი არის მე მასთან კამათი შემცვა რა რომ წადა ზედმეტი მეთქვა ტენდერში გავიმარჯვეო ხო და ამ ტენდერმა იქნა ეს ყველაფერი გააკეთა ტენდერი და რამოდენიმე კამპანია აგერ ეს ხუფები რომ არის სათხან ქუთაისში უნდა ჩამოასხან და არც იციან არ გვაქვს კაცმა აგერ მითხრა პირდაპირ რომ ეს რომე დავხურო არ ამაქვს უნდა მოიტანონო ვინ უნდა მოიტანონ თურქეთიდან უნდა მოიტანონ გასაგებია ბატონო თქვენი სახელი და გვარი მითხარით თამაზე ასამბაძე მადლობა რომ მოგვეწოდეთ ეს ინფორმაცია მეორე კლასში ვიყავი თუ არ ვიცი კაკალა ჩხიკვიშვილი მასწავლებელი დღესავეთ მისი სახე აგერა ხედავ ხო და მაშინდელი ბავშვები არ ვიყავდი ისეთი რა ქვია გაცნობი იგერა ნოდარი გინდა გაჩერებული ვარ ჯემალი გინდა თურმე სახელებს არიგებენ სახელებს მე სახში ნაზიმი მქვია მეტრიკაში მეულუდი ეწერა ბაბაჩემს გოუტარებია ხო და რა გითხრა ახლა ხო და საზღვაოში ვსწავლობ და მე 5 კურსზე ვარ და შევედი რუბრიკში და ეხლა კაპტიბე ზაუთ ვაიმე სახელების წარმოშობა ბადრი თوارეს ნიშნავს სპარსულია მერაბი აღარ მახსოვს ელიზავეტი ებრაელურია თამარი ებრაელურია ხო და თამაზი და
შალევ ეხლა თამაზი სპარსული ძლიერ ცხენს ნიშნავს და მათმა ქართული სახელი დამარქვეს ამის მერე და ჩევიქნი ერთით ხოშიანად ხასართულიანი დავჭედეთ და დავაგდე იქანა და ის წიგნი რაფერ არ დევითრიე მეთქი გეგედა გუშინ რომ მაღაზიაში ბაზარში შევედი ხო და უთხრამ ეს მინდა არ გვაქვს აბა რა ჩემი ფეხების ბაზა ხართ მეთქი გასაგებია ბატონო ეს უკვე სხვა თემა სხვა თეოლოგიის საგანი არის დიახ აი ასეთი არის ამ ბატონის მოთხოვნა და მოთხოვნა არის ის რომ ასეთ მდგომარეობაში არის თითქმის ერთი თვეა ეს დასახლება თქვენ კადრში ხედავთ რომ აქ არ არის უსაფრთხოების ნორმები დაცული და ერთი დღე ვერ ამოწმინდავენ ამეიღებენ დიახ უსაფრთხოება აქ არ არის დაცული და ეს ძალიან კარგად ჩანს ამ კადრებში ის ჭები რაც უნდა იყოს ასე ვთქვათ საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები არის ღია მდგომარეობაში და მე კიდევ ერთხელ გაჩვენებთ თუ რა მდგომარეობა არის ადლიის დასახლების ერთ-ერთ ქუჩაზე, ერთ-ერთ ჩიხზე, თქვენ კადრში ხედავთ ღია მდგომარეობაში არის ეს უпростоრად სანიაღვრე სისტემა და ადგილობრივებმა მას შემდეგ რაც უკვე მშენებელმა კომპანიამ არ არის ეს ბატონო ინტრიგნობა არ არის ეს არის თქვენი საფუძვლიანი მოთხოვნა და ამიტომ კარგია რომ თქვენ ამის შესახებ საუბრობთ და ცდილობთ რომ უსაფრთხოების ნორმებზე ხმამაღლა ისაუბროთ ასაგებია ბატონო მე დავასრულებ პირდაპირ ეთერს და თქვენ კიდევ ერთხელ გაგესაუბრებით უფრო დეტალურად დიახ გავაგრძელებ საუბარს და გეტყვით იმას რომ აი ასეთ მდგომარეობაში არის ამ დასახლებაში მდგომარეობა ყველა საკანალიზაციო ფაქტობრივად არის ლუქის გარეშე და აქ არის იმის საშიშროება რომ მცირეწლოვანი ბავშვები ჩაცვივდნენ რადგან ამ ქუჩიდან რამდენიმე მეტრში არის მათი სახლები და მათი ეზოები ამიტომ აქ მცხოვრებლები შიშობენ იმას რომ მძიმე შედეგი არ განვითარდეს, ამიტომ ითხოვენ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ასევე ისინი ითხოვენ, რომ სამუშაოები დროულად გატარდეს, რადგან თითქმის ერთი თვეა, რაც მიმდინარეობს ეს პროცესი დასახლება ამ მდგომარეობაში იმყოფება, რის გამოც სახლებამდე ვერ აღწევს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და რამდენიმე ოჯახში არის როგორც ბატონმა გითხრა რამდენიმე წუთის წინ მძიმე ავადმყოფი და მას პერიოდულად ესაჭიროება სამედიცინო დახმარება. თქვენ კიდევ ხედავთ კადრში კიდევ ერთ ლუქს ღია მდგომარეობაში, რომელიც არის საფრთხის შემცველი, იმიტომ რომ ღამითაც აქ შესაძლოა ვინმე გადაადგილდებოდეს, ვისაც არ ქონდეს ინფორმაცია ამ დასახლების სპეციფიკის შესახებ და ის ჩავარდეს და მიიღოს სხვადასხვა სახის ტრამვა. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე რეგიონში არაერთი ვთქვათ, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ერთ-ერთი მაგალითი ბოლო შემთხვევა შეგვიძლია გავიხსენოთ ოცნების ქალაქი, სადაც ორმოში ბავშვების ჩავარდნის შედეგად ისინი დაიღუპნენ და ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. სწორედ ამიტომ ადამიანები ითხოვენ, რომ უსაფრთხოების ნორმები იყოს დაცული, რადგან მსგავსი შემთხვევები თავიდან იქნას აცილებული. ჩვენ ცხადია დავინტერესდით იმით, თუ რომელი კომპანია აწარმოებს ამ ტერიტორიაზე სამუშაოებს, თუმცა როგორც თქვენ კადრში ხედავთ, არც შემოსასვლელში და არც მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის განთავსებული აბრა, რაც ცხადია შესაძლოა მეტყველებდეს იმაზე, თუ ვინ აწარმოებს ამ ტერიტორიაზე სამუშაოებს. ჩვენ ამის შესახებ ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია, თუმცა პირდაპირ ეთერის დასრულების შემდგომ ჩვენ ცხადია გვექნება მცდელობა იმისა, რომ დავუკავშირდეთ ბათუმის მერიის პრესსამსახურს, რომელსაც ვთხოვთ მოგვეწოდოს ინფორმაცია, თუ ვინ ატარებს ამ დასახლებაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
სამუშაოებს, ვინ არის ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელსაც უკვე ვკითხავთ დამატებით, თუ რატომ არ იცავს უსაფრთხოების ნორმებს, ასევე რამ გააჭიანურა სამუშაოები, ინფრასტრუქტურული სამუშაოები და რატომ არ სრულდება დროულად ეს პროცესი. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ბათუმში, ადლიის დასახლებაში, კერძოდ ადლიის ქუჩაზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ადლიის 81 ნომერი და ამ მიმართულებაზე რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. მადლობა, რომ უყურებდით აჭარა ტაიმსის პირდაპირ ეთერს. გემშვიდობებით, ცხადია, რამდენიმე საათში ჩვენ ამ თემაზე უფრო ვრცელ ინფორმაციას მოგაწვდით ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით. მადლობა ნდობისთვის და მადლობა რომ გვიყურებთ. ნახვამდის.